მე ვიცი ამ უღამე პოდკასტებს და გინდა subscribe 1 მილიონს რომ გაცდეს ხო და წარმატებებს უსურვებ ბევრს უნიჭიერეს მომღერალ და თვით თორნიკეს აგია აბა ეს ჩამიქრე ერთი მაინტერესებს აბა ისე ჩააქრე ეგრე ჯობი აბა თქვი რამე 1-2 ისვის ტერეს ახლა დავემს გავსვოთ რეპის ამბავში წამბრეთ ჩვენებოდ გუგა თოკაფე დაბრუნდა თოკაფე აქ არის როგორც იქნა სამთვიანი პაუზის შემდეგ ვაბრუნებთ პოდკასტებს მეგობრებო რაც თავარია თქვენი მხრიდან რაც საჭიროა გამოიწერეთ არხი დაალაიქეთ ვიდეო დააკომენტარეთ დღეს ყავს ძალიან საინტერესო სტუმარი პრინციპში მეც დღეს უნდა გავეცდო დღეს შევხვდით ერთმანეთს და როგორც კი ხედავ ხოლმე რომ ახალგაზრდები რაღაცას აკეთებენ განსაკუთრებით რეპის განვითარებისთვის სულ ვცდილობ ხოლმე რომ რაღაც გავიჭრა და მე თვითონ გავიდე კონტაქტზე და გვერდით დაუდგე და ასე შემდეგ მოგესალმებით ყველას როგორ ახ საგაიფო თავად როგორ გიგითხო გაიხარე მადლობა რომ მოხვედი გაიხარე მადლობა მოწვევისთვის პირიქით რამე ფსევდონიმი ან რამე ესეთ ხوار გაქვს თუ ბატონო ჩემო ამატერას რომ ვიცოდეთ მაინც რა რომ კი ბატონო არხიც ხო გაქვს შენი YouTube-ზე კი ამატერასო იგივე ეგრე არხიც იქნება რა თქმა უნდა აღწერაში ესე იგი მხოლოდ იმ მიზნით არ მომიწევი ეს ადამიანი რომ რეპში რაღაცას აკეთებს მოკლედ ნახე რომ აი როგორც PvP არის, ბეთლები არის და ბათლები და ასე შემდეგ ბოთლები რო გადავდნენ ხოლმე ხან თელ თემები არის მოკლედ მაგ სტილში რაღაცის გაკეთება უნდა ადამიანს პროცლად თუ ვისაუბრებ სამ ყველაფერზე მაგრამ ეს ყველაფერი რომ ნახე მოკლედ ძალიან დამაინტერესდა რა მაგრამ სანამ მან მაგამდე მივართ ზოგადად მაინტერესებს ანუ ჩვენი მაყურებლისთვისაც ჩემთვისაც მაგალითად აი საიდან როგორ დაუშვათ რამდენი ტრეკი გაქვს ინსპირაცია ვინ იყო და ეს როგორ მოხვედი აქამდე და მაგ თემაზეც მივიდეთ მე რა იასნია დიდი ხანია არ ვაკეთებ რა ხო სადღაც 1-3-4 წელია მომენტ დიდი ხანი შეიძლება ჩაითვალოს რაღაც მონჩი უფრო ბავშვობიდან აი საათიცი ალბათ ესე 12-13 წლიდან რაღაც ტანკი ონლაინს რო ყომარობდი და ჩავრთავდი თუფაქს რაღაც ლეგენდარი პონტი რო იყო მაგედან მე BIG რაღაცა ტიპები რაღაცა მე უკვე ქართული ჰიპ-ჰოპის მოსმენა დავიწყე პროსტა და დამევასა მაგალითად აი ქართული ვისი დაიწყა მაინტერესებს რომელი უსმენდი კაროჩე ბებერს უსმენდი რა ძალიან მევასებოდა ბებერი რა და მე დავამუღამე უკვე უცხოელი ტიპები რა ანუ თავიდან იშვიათად აი მარტო აი როგორც სტანდარტულად თუფაკი რო გაგიგია ეგეთ პონჩი ვეღა და მე უკვე რო შემოვიდა ეს new school-ი რაღაცა Lil Wayne-ს დავამუღამე იქ რაღაცა Future გაიჩითა ისა ეგ უფრო მაგრა გამისწორდა რა უფრო რაღაცა ბენგერები იყო მაგრამ სულ მევასებოდა უფრო ბუმბეფული ხოდი რა და მე კაროჩე ესეთ თემა იყო რომ მეთქი რატო არა რა შეუბერე დავიწყე თავიდან მაგარი ცუდად დავისტარტე პროსტა იასნია რომ ტექსტის წერა არის არაფერი არიცი ხოლმე რაღაცით ვიწყებთ ყველა რაღაცა ხო რა ეგ თემა იყო და მე კაროჩე ესეთი პონტი გაიჩითა რომ შევქმენი არხი თავიდან დებდი პროსტა რაღაცა დაუმიქსავ და უმასტერინგებელს პროსტა 1.0 ჩაწერ ხო იცი იმენა რაღაცა OBS-ით ვიწერდი თუ რაღაცით კაროჩე რა რაღაცა პილოტის მიკროფონით და თემები და დებდი ხო ეგრევე რა პროსტა ეხა დაჰაიდებული ვაკ იასნია რა და ეხა კაროჩე ესეთი თემა გაიჩითა რომ უფრო პროფესიონალურად რო დავუმუღამებ რა რომ აი გინდა რომ უფრო ხარისხიანი დადო და ნუ ინსპირაციაზე ალბათ უფრო ძველი ტიპები აი მაგალითად Big Pun დამევასა თავის დროზე ძალიან მაგრა რა აი რომ დავუმუღამე ტიპი რას ბაზრობდა სხვათა შორის ქართველებიდან საზა იყო ძალიან ხოძე მაგ დროს საზაც მაგრა დამევასა და აი რო უსმენდი რაღაცა მუღამი მიჩნდებოდა რომ მეთქი უეჭველი რა მოხდა კაროჩე ეგეთი თემა რა მე ეხა ვინც მევასება და ვინც ინსპირაცია უფრო რა არის ალბათ ისე ვიქიდან ალბათ რაღაცა მიგოსი ტიპები ვინც არიან ხოჩი ეხა რა და ქართველებიდან კიდე KG უეჭველი რა იმენა ყველაზე underrated ტიპი არის ალბათ რა თელ ქართულ ჰიპ-ჰოპში რა KG-ს მინდა რომ მოვიწვიო ვერ გავედი, უბრალოდ ვერ გავედი რა რაღაც თემებში იყო ჯერ და. იასნია. ყველა ანუ რა არის იმ წერენ ხოლმე რომ ეს მოიწვია, ის მოიწვია, ხა ბანიზეც მქონდა მაგალითად დადებული ორჯერ თუ სამჯერ და ბოლოსაც ახალწელს გავედი კონტაქტზე და ხან კლიპის გადაღება მაქვს, ხან ჩაწერა მაქვს, ხან რაღაცა და მოვალ წერს რა. ხო და ხალხი ფიქრობს ხოლმე რაღაცა რაღაც რეკლამის გამოვდებ და რაღაც ამ დროს ეგრე არ არის მართლა
ვისთანაც შემიძლია გავიდე კონტაქტზე და მოვიყვანო, ვაკეთებ მაგ თემებს ყოველ შემთხვევაში და თქვენგან თავარი ეკიდე რომ სტიმულის თემა იყოს რა, რომ ერთი ლაიკი მიარტყი, ხო უყურებ მაინც. ხო, ლაიკი მიარტყი, კომენტარში აზრი დამიტოვე და გამოწერა, აუცილებლად გამოწერა. ეხლა ვართ, კარჩე სადღაც 45 კაცი გვაკლია რომ ავიდეთ 18000-ზე და მე ნელ-ნელა მივყვეთ და რაღაცა იქნება, ღმერთი განუხედავს და რაღაცა იქნება რა. წეჭი. აი ხა მითხარე, აი ეს თემა, აი თემის გარშემო რა ხდება და როგორ არის? ძალიან მაინტერესებს. ხო, ეგ ისეთი თემაა. არ გვისაუბრია სხვათა შორის ხალხო მაგაზე, ეხა ვიგებ მეც მაგ ყველაფერს. სხვათა შორის არც დამიდია იდეაში კონცეფტი რა არის რა, შინაარსი რა, როგორი სტილი იქნება რა იქნება რა. ხო, ერთი ეგ იყო პროსტა რა. ეხა უფრო დეტალურადაც გაიშლება, მე ვიდეოს დაიდევა, მაგრამ მაინც რა. ანუ როგორი ამბავია რა, უყურე. მაგრამ ექსკლუზივი აქ არის ეგ გამოდის. იასნა, ეგრე გამოდის. ბაზარი არა. ისეთი თემაა, რომ უკვე არსებობს ყველანაირი ბათლი, რასაც უყურებ უცხოეთში ციასე უკვე გადაწვითეს, აქაც მაგრამ მოიხოდა ეხა ეს PvP-ის თემა და ანუ მინდოდა ცოტა რომ რაღაცა განსხვავებული პონტი ყოფილიყო რა. არ ყოფილიყო რაღაცა რეგულარ ბათლი მაინც და მაინც რომ აი იგივე პონტი რა. ჯერ აკაპელა იწყება, უეჭველი ინსტრუმენტალებზე გაიჩნდება, ოღონდ როგორ სტილშიც, აი 8 Mile-ის სტილში და ახოდუ უფრო მცირე დროის ინსტრუმენტალებით და უფრო აი ველური ესთეტიკა მინდა შეუქმნა რა. როგორი თუ აკაპელა იქნება, ინსტრუმენტალები მაინც იქნება? არა, ეგ უკვე მერე იქნება სამომავლოდ. პროსტა ჯერ არის აკაპელა ეხა რა. ხო. და ეხა ეგ აკაპელა ყველა რაუნდი რა. აი მაგალითად პირველი რაუნდი დაიწყო რა. ყველა რაუნდს ექნება თავისი თემა. აჰა. პროსტა ესე არის, აი მაგალითად პირველი რაუნდი გაიჩნდა ისეთი, რომ ვინც უფრო მაგრადი ფლექსავებს, ის რაუნდი არის იმისი რა. ოღონდ იასნია ოპონენტიც უნდა ჩარიო მაგ თემაში რა. მეორე რაუნდი სიტყვაზე გაიჩნდება რაღაცა კომედიური პონტი, სტენდაპის ხოდი რა. მესამე რაუნდი შეიძლება რეგულარი იყოს, შეუძლია. ერთი რაუნდი მინდა პროსტა რომ დავტოვო იმენა ჩვეულებრივი პონტი რა. ნუ აი იმენა რაც არის, როგორცაა ხოდიანი რა. კიდე აი რავი რა ფილმების სამყარო სიტყვაზე რა რაღაც სცენას გამოიყენებ რაღაცა შეადარ რაღაცა ანუ კრეატივის თემატური წერის და არტისტიზმის გაზრდა მინდა მაგით რა ის მოფიქრებული გაქვთ მაგალითად აი სად შეიძლება ჩატარდეს ამ მოლაპარაკებები თუ კი ეგ უკვე ადგილი ხოძეა ლოკაცია ფუსფუსი ბარი არის ათონელის ხრაში მან სხვათა შორის ერთ-ერთი გადაცემა მაქვს ჩაწელი ყოფილი რატის ბარია ხო ფუსფუს კი ყოფილი არ ვიცი უბრალოდ მაგრამ კი კი იმის ორბელიანის ბაზარი რომ მაგ ხო კი ბატონო ეგ არის ანუ ესე იგი მან და როდიდან ფიქრობ თუ ჯერ უნდა შეგროვდეს როგორ იქნება შერჩევა ეგ შესაჩევი ვიდეოებია ჩვეულებრივ 30 არა 45 წამიან 1 წუთი მაქსიმუმ ხო და კაროჩე ტიპები просто უნდა ფლექსაობდნენ რა აი იმენა უნდა ფლექსაობდნენ ვიდეოში რა ანუ იმენა არავის არ უნდა ებაზრო просто აი ფლექსავე რა არც უნდა გადისონ არც უნდა არაფერი თუ უნდა გადისონ ეგ არაა თემა როგორ თვითონ თავის სურვილით რა просто რამდენიმე წესია რა ერთი აი UMC ხო ქვია რა ეგ ქვია იმ პონტში რომ UFC-ის პონტია როგორც აი პანჩებს ურტყავ ხო სხვათა შორის ეგეც ვიფიქრე ხო შეიძლება ეგეც იდეა რა იყო თავიდან იცი რინგზე მინდოდა ჩამეტარებინა რა იმენა ოქტაგონზე მიდოდა ბათლები რა. ხო. და მაგას სავარაუდოდ სამომავლოდ ვაპირებ რა. და იქნებოდა მაგარი, მაგრამ ეხა სასტარტოდ ნიჩიო რა. ეგ გამასთან შეიძლება კოლაბორაცია. აი ეგ თემა იყო რა. და ძალიან ბენგერი რაღაც გაიჩნდებოდა და 8 კაცი იქნება მინიმუმი რა. თუ მეტი იქნება, მეც შეიძლება, მაგრამ სავარაუდოდ უფრო ჯერ 8 დავიწყებთ რა. 2 კვირა შესარჩევი დრო. ხო. და მე უკვე ტექსტის წერის პონტი იქნება. და როგორც კი მოიხოდება იქ ყველაფერი ვაი დაწერენ უკვე და всё ვისტარტებით ეგრევე გავუშვით რა. მან როგორ არის ხა მარტო ბიჭების თემა გოგოებსაც შეუულიათ თუ ნებისმიერი პონტი. აი იმენა გოგო ხარ, просто კარგად იასნიათ, კარგად უნდა ბაზრობდე რა. ისე არა რომ просто რაღაცა გავისროლეთ ყვირა და რაღაც დაგბრიდავდეთ. ანუ ეგრე არა. ხო, აი ეგ თემა რა. ხო, წესებზე ვბაზრობდი რა. ანუ აკრძალული ლილეთები როგორც არის UFC-ში, ეგრე არის რომ ნუ აი просто ოჯახს ვინც ეხება, ეგრევე დისკვალიფიკაციაა რა. აი ეგრევე ის არა ამოგიჭერი და რაღაცა. ხო, ანუ არაფერს არ ჭრით, ჩვეულებრივ უცენზუროდ არ შევა ყველაფერი იასნია, просто აი საათემა რომ ანუ უბრალოდ მუღამი ეგ არის, რომ გაანადგურო ტიპი, ანუ გინება არის ყველაზე მარტივი პონტი რა. ანუ გინება არის ძალიან სისუსტე ჩემთვის რა. აი რო აგინებ ეხა ბათლზე რა, ტიპს. ანუ ვერ უსრულებს ნაჭით ისე საჭიროდ ისე არტისტულად, როგორც უნდა უსრულებდე. ხო და კაკრაზე ეგა მუღამი რომ არანაირად ეგრევე დისკვალიფიკაცია რა. ნებისმიერი შეხება, იმიტომ რომ ნუ არასწორებს რა, უკვე რაღაც მუღამითაც ვეღარ უყურებ რა. ეხა იცი რა გამახსენდა?
მაგ თემას დავუბრუნდებით ახლა. ზოგადად აი დისკულტურის მიმართ როგორი დამოკიდებული ხარ ახლა გამახსენდა იმის შალაბანი ტახასი რომ ახლა მე არ მინდა ხომ ისე გამოჩნდეს ხომ ზოგადად არ აქვს მნიშვნელობა ახლა შეიძლება მოვიდეს დრო და სიტუაცია მაგალითად რომ მეოთხე დასის წევრები წავდეს და შეიძლება ტახაც იყოს და ანუ ხო მე არ ვარ ხომ ახლა ისე ამინდა ხალხმა აგოს რომ ხარე რომ იმისკენ ამისკენ და ხო როგორც პოლიტიკაში რო ხო ის რაღაცა კოცები ნაცები და რაღაც ეგ თემა არა ხო მე წამყვანი ვარ შუამავალი ვარ ასე ვთქვა და დანარჩენი უკვე თქვენი თემაა და ასე შემდეგ და აი მაგაზე გამახსენდა ახლა მოკლედ რა რომ ისე ჩაწერა ანუ დისი ფაქტიურად რომ არ შეუგინია ბილციტყობა არ ყოფილა და რაღაცანი მაგალითი იყო თითქოს იმისი რომ შეიძლება დისი ისე ჩაწერა რომ რაღაცა არ იხმარო მაინც და მაინც რაღაც უწუმაწური სიტყვები რა ბიჭო აი რაღაც პონჩი მგონია რომ აი შენ სტილზეა დამოკიდებული და შენ პონზე რა აი ეგრე ზოგადად დისები არ მისწორდება რა მაგრამ აი თუ ხარ მუღამზე რაღაცას აი პროტესტი გაგიჩნდა რა პროსტა და ან არ გევასება რაღაცა ოღონდ იასნია ფარგლებში რა ისე არა რომ ეხა მართლა შორიდან გინო ეგ ისეთი თემაა რა ცოტა რა და აი ეხა იქ შალაბანი რო დაიდო რავი მოусმინე და იმენა რავი 1-10 ჯერ მოусმინე მაგის მერე მინიმუმ იმიტომ რომ მაგრა გამისწორდა რა ძალიან ჰაი ლეველი დისი იყო იმიტომ რომ ანუ ეგა კაკრას მუღამი რო პირდაპირ არ დისავს რა ანუ პირდაპირია იასნია ხვდები მაგრამ походу გადატანითი მნიშვნელობითაა ყველაფერი რა თითქმის რა და ეგა უფრო მაღალი ლეველი რა რომ აი ტიპს შეიძლება პირდაპირ ებაზრო პირდაპირის მაგრა ასწორებს რა მაგრამ ანუ ეგ უფრო სხვა ლეველია რა აი შეფუთვის ბაზარია რა შეფუთვა თავიდან ბოლომდე ყველაფერი რა და როგორ გამოიყვან რა არა მაგრად ზოგადად რა არის იმ წეგანაც გითხარი ხა 90-იანებში რეპერობდი და მაშინაც იყო რაღაც მომენტში რა არ ყოფილა მთლად ისე რომ მაგალითად რა ქუთაისი თბილისი და რაღაც ძალიან აი ესეთი თემები იყო პატარ-პატარა რაღაცეები ხო სერიოზულში და რაღაცა არა მაგრამ რაღაც მომენტში ხა ამ ბოლო დროს უკვე ძალიან ისეთი თემა გაიჩნდა რომ აი და ეს ხალხიც კიდე როგორი მომენტია იცი რომ არ არის მოსაწონი ის ფაქტი მაგალითად რომ აი კომენტარებში ვიჩნდება ის რომ აი მაგალითად ჭია და პელე რო გამოჩნდნენ ერთად ვიდეოში აი აზრი იყო ესეთი რომ ძალით მოახდენეს ბოდიში თუ რაღაცა და მაინც და მაინც საქართველოში ხალხო და ეხა მაინც და მაინც იარაღებით ხوار დაადგებიან და ხوار ხუცავენ ერთმანეთს ხო რაღაცა ჯიბლოკი და ობლოკი არ არის აქ რო რაღაცა გადრილონ ერთმანეთს ისეთი მომენტია რომ აი მართლა უხსოვარი დროიდან პუი დასანახულობა უყურს ადამიანებს ხო და ისეთი თემაა რომ არ შეიძლება ესე რომ მაგალითად კაი რაც მეტად მშვიდობიანად მესმის რომ დავუშვათ ეს დისკულტურის განვითარებისთვის და ასე შეიძლება კარია ეს ყველაფერი მაგრამ არ არის აუცილებელი რომ ცემა ტყეპით და იმით რა ქვია იარაღის დადებით და აი მაგით დამთავრდა აზრი გამოხატე რაღაცა განიხილე თემა მაგრამ რატო რას აგინება რაღაცა ინტერპრეტაციებს უკეთებენ და მე თელი ამბები მიდის და ხო არა ძალიან ისეთ ცუდი უარყოფითი თემები იჩნდება ხოლმე რომ აი ეს ისე და ხარ და აქეთ პელესაც და ყველას პირადად ვიცნობ ჩემთან ბევრჯერაც იყვნენ პოდკასტში ისე კაი ბიჭები არიან თავის საქმეს აკეთებენ და რაღაცეთ არ არის ლამაზი რა პირიქით ყველა მოვაკეთოთ ჩვენი საქმე და ეხა დაუშვათ ერთმანეთს შეხვდებიან და ჩემზე არ არის იმაზე არის ამაზე ერთ როგორც იქნება მათი საქმე თვითონ იციან და აი მე რას ვამბობ ისე კომენტარებში უნდა იყოს ის რა რომ იმის მსმენელი ამას აგინებს ამის მსმენელი იმას აგინებს და ისეთი პონტია რა სუბტექ პონტია აი პოლიტიკური პონტი რა იმისტები და ამისტები რა ხო და ანუ შენ ესე იგი მაინც დისკულტურისკენ მაინც უფრო ისე ხარ შენ სასურვად შევატყი ანუ რა ზოგადად ფიქრობ რომ უნდა იყოს ყოველ შემთხვევაში მაგრამ ისე მაგრამ იარაღის დადებამდე ხო აი ეგ თემა ანუ ვითარებს ჟანრს ძალიან მაგრამ იმიტომ რომ მე უკვე რაღაცა ვიღაც ახალ ვერსს გააძრობს ახალ იარაღს გააძრობს აი მაგალითად ჰარუს ბიტი ეხა რაც იყო ჯერ ხო ინსტრუმენტალი ძალიან მაგრები აქვს რა იმენა ძალიან მაგრები და და კაროჩე აი ბევრ ახალ რამეს ამუღამებ როგორ შეიძლება გაკეთდეს კიდე რა თვითონ რო განიხილავ მერე და უკვე ის სხვა რაღაც ახალი ვეში გააძრო ტიპმა რა არ მომისმენია ეგეთ შეიძლება flow გააძროს ახალი რაღაცა და ნუ აი მუღამი მაინც ისაა რომ ტიპს ადებინე პროსტა ტრეკს რა შეიძლება მანამდე უარაპირებდა დადებას და დეებს რა ხაროს თხოვე რომ მეთქი იქნება პოდკასტში მიიღო მონაწილეობა მე თვითონ დაგადგები ჩემი კამერების სტუდიაში რაღაცა არა ვარ ეგეთი ტიპიო მეო რომ გამოჩენაო და დიდათო პროსტა მიყვარსო ჩემს სტუდიაში ჩაწერაო რაღაცა და ხო და ასე რომ ხალხი ფიქრობს ხოლმე რომ მაგალითად შემიძლია ბევრი რეპერის დაუშვათ ან პროდიუსერის მოყვანა და არ მომყავს და ესე არის ზოგს არც ალია ზოგს
არ უნდა სურვილი არ აქვს და რა ვიცი რას გაიგებ მოკლედ რა. თეჩი. მე ყოველ შემთხვევაში მსიამოვნებს, რასაც ვაკეთებ და წეღანას დასაწყისს აღნიშნე, რომ როგორც კი რაიმე ხდება და რეპის განვითარების გარშემო ან ამ თემებში ან ახალგაზრდები რაღაც აკეთებ, მე სულწლებ რომ მაქსიმალურად აბა რა ხდება, აბა როგორ არის, აბა რანაირად არის. კაი, ეხლა რა მაინტერესებს კიდე როგორც კი შეირჩევ ესე 8 ადამიანი ან ცოტა მეტი დაიწყებს მაგ თემას. მან როგორ არის მე დავშალე აქ პრიზების თემა ან სპონსორების თემა, რამე თემები არის უკვე თუ ჯერ აი გაკრაზე ხა მიდის მაგაზე ჩალიჩი რა. პრიზების თემა ეხა ნუ ჩემი ჯიბიდან რაც წავა რა, ეგ თემა. იმიტომ რომ ეხა ტიპი რომ მოყავს და რაღაცა შრომას დებს მაგაში იასნია რომ დაუფასებელი არ უნდა დარჩეს რა. ეხა მოიგო კაცმა, გინ წააგოს რა. ნუ რაღაცა უეჭველი უნდა იჩალიჩო მაგ თემაში და ეხა სპონსორები ჯერჯერობით არა რა. მაგრამ ნუ აი დიდი იმედი მაქვს რომ გამოჩნდება. ნუ იდეა ისეთია რომ აქ ძალიან დიდი პერსპექტივა ზოგადად რა და შეიძლება მაგაზე მუშაობა რა. აი ხა ჩაწერის თემა რომ დაიწყება უკვე და რომ მოიხოდება და რაღაცა მე უფრო სერიოზულად იმას ვიზავ რა მაგაზე ვიჩალიჩო. ჯერ არ დაუდიათ ჯერ არა, რამდენიმე მომწერა სხვათა შორის, რომ კაიაო იდეაც გამისწორდა რაღაცა და აპირებენ რა. აი ხა კარგია პოდკასტსაც რო ნახავენ. Yes. PvP საძმოროა მოკითხვა გიო ხამსას ჩემ ბრატს და თელ PvP საძმოს. ჯერ კიდე მან დავდე პირველად მე ეს 2000 გამომწერი რო ყავდათ და რაღაცა, მაშინ დავიწყეთ ჯერ კიდე მან დადება რაღაცეების და ეხლა ვეღარ გაიგებ ცოტა არეული სასტავია, მაგრამ მანდაც ვდებთ ხოლმე ამ რო გამზადდება ხოლმე პოდკასტები, იდება ხოლმე რომ აბა დაიდროპა და რაღაც და მანდაც ნახავენ, გადავლენ ბევრი და გამოგეხმაურებიან იმედია და კაი პროექტი იქნება რა. კი. დაინტერესებულები არიან სხვათა შორის უფრო ახალგაზრდები. და ძალიან ანუ ვაფშე შეიძლება 18 წლამდე ტიპები წერენ რომ აი 18-ის ვიყო, გამოვიდოდიო რა. მაგრამ მისწორდება ეგ იმიტომ რომ უკვე როგორი პონტი გაჩნდა, იცი, ვაფშე არ ტეხავს და ვინც უფრო დერსკს გააკეთებს, ეგ იხოდება გაკრას რა. სრულწლოვანი უნდა იყოს ეგ. უეჭველი 18 წლის უნდა იყო რა. ნუ ეგ ისე რომ მამასთან ერთად მოვიდი, დედასთან ერთად და არასრულწლოვანი ვარ არ გამოვადი. არა, ეგრე არა. ეტატოს და ხატის პონტი. ვაა მაგრად მაინტერესებს სხვათა შორის რა და წეგან კამერის იქითაც საუბრობდით რომ მეთქი თუ რამე დაგჭირდეს მეთქი ახლა როგორ ფიქრობ მაგალითად გადაღების თემა, ტექნიკა, მაგ თემაში როგორ ახართ? თუ ჯერ თავიდან არ იქნება გადაღება და თუ როგორ იქნება ეგ დაუშვათ? ნუ PvP-ს ეგრე დაიწყო პრინციპში თავიდან ისეთი ხარისხი არ იყო, მაგრამ ნელ-ნელა განვითარდა რა. ეგ თემა, განვითარების თემა, კი, პროსტა თავარია რომ დაიწყო რა. თავარია დაიწყო, მუღამი გაჩნდეს ხალხში. გადაღებით ახლა კამერა მაგდათრეული GoPro. ხო. ზამთრით საკაიფოდ იღებს, ლინზაც საკაიფო აქვს, ისეთი რომ აი მოუხდება თვითონ პონტს. ხო. განათებები უეჭველი, ახლა პეტლისკი ყველაფერი ხოძეა რა. ანუ არის მზადხან მაგის. კი, ანუ გადაღების პონტში უკვე მზად ვართ რა, გადამღებიც. საკაიფო ჩემი და იდაშვილი ხოძეა, ნიკას დარბო რა ვახ. მოკლედ ვლოგების თემა იქნება თუ რაც იქნება ეტაპობრივად, ჩათვალე რომ შენთანა ვარ, მაგრამ ბავშვი გავავშუქოთ ხოლმე, ასე ვთქვათ, გავაკეთოთ ხოლმე. ვინც იქნებიან ხოლმე მანდ რეპერები და მონაწილეობას ვინც მიიღებენ, შევთანხმდეთ ხოლმე ესე, დავჯდეთ ხოლმე, ვიბაზროთ, პოდკასტები გავაკეთოთ. პოდკასტებშიც გავრეპოთ ხოლმე, გავაკეთოთ რაღაც კაი სიტუაციები და ეხლა როგორ ფიქრობ, კონკურენციას გაუწევს PvP-ს თუ PvP ვაფშე სხვა თემა არის და შენი საერთოდ სხვა თემა უნდა იყოს? იდეაში ხო ერთი და იგივე პონტია რა, მაგრამ იდეურად ძალიან განსხვავდება, იმიტომ რომ უყურე თლად აი ჩისტა ჰიპ-ჰოპი რასაც ქვია, რაღაცა რეპი, ეგ ბაზარი არა რა, ნუ იასნია არის, ეხა პანჩლაინები, რაიმ სქიმები გჭირდება, ხო, ფლოუ ყველაფერი ეგენი გჭირდება, მაგრამ უფრო არის ის პონტი, რომ აი თემატურად ვინ დაწერს რა, აი კრეატიული ვინ იქნება, უფრო ის ვინ იქნება რა, აი არტისტი ვინ იქნება რა. ეხა კაკრაზე მაგაზე დაიწყეს მუშაობა ამათაც რა, რაღაცა მაგრა გაასწორა ეგეც. მაგრამ კონკურენციის პონჩი აი ჯანსაღი კონკურენცია რასაც ქვია, ეგ ხოდი უეჭველი იქნება რა. და მაგრა ასწორა, აი როგორ თემა არის, იცი? მაგრად მევასება მე თვითონ ბეთლაობა რა. და იმენა მუღამი მაქვს რა. შენთან PvP-ში გასვლის თემა არ ქონია მუღამია. აი წინაზე ვაპირებდი ეხა BPM-ზე, მაგრამ მე უფრო აკაპელა მევასება რა. აკაპელა ბევრად მევასება. და ანუ ეხა ამათ ხო დაიწყეს ახალი პროექტი Slam-ი რა, ძალიან დერსკი. ხო. და მან რო არ გაწყდეს პონტი, რო არ დავარდეს დუხი და ჰაიპი, მინდა რომ აი იმოქმედო სუიტრიალოს პონტმა რა, ხვდები? აი კაი, ხო, კაი აზრია, ხო, ეგ მართალია. აი უფრო მოიხოდება მე რაღაცა
კომანდა გაერთიანდება ეხა საიფერის მოხდომა მინდა ტიპებთან ვინც იქნებიან რომ აი რაღაცა ძალიან დერსკი რაღაცა სხვადასხვა ბიტები რაღაცა შეიცვალა უკვე და უეჭველი საბოლოო მიზანი არის რომ დაუმიზნოთ გლობალს რა უეჭველი მინდა გლობალზე მოხდვა რა აი ვიღაცა უცხოელ ტიპებთან ბეთლაობა მე რაღაცა stand-up-ებიც აი რავი 1000 იდეებია ეხა პროსტა სასტარტოდ ეხა იწყება ნელ-ნელა იკიდებს ფეხს ქართულად იქნება ხო ეხა თუ ინგლისურად ეხა უეჭველი ქართულად იქნება ეხა საქართველოს პონტია რა მაგრამ სამომავლოდ უეჭველი აი ინდუსტრიის მოხდო გვინდა რა ეხა რა მაინტერესებს მაგალითად აუცილებლად უცნობი ტიპი უნდა იყოს თუ მაგალითად აი PvP-ში გამოსული თუ ან რაღაცა შეიძლება მაგაც მიიღოს მონაწილეობა თუ მან როგორ არის ეგ თემა ვისაც ესმის ვისაც ევასება და ვინც 18 წლის ზემოთ აი ყველა იმენა რა არა მან ხო შეიძლება ეს თემა გაიჩიტოს მაგალითად რომ აი ეს ჩემზე მან PvP-ში იყო ხოლმე ეგ რომ ეს ჩემზე გამოცდილია და რაღაცა და აი ცოტა ისეთ მომენტი ხო არ გაიჩიტება მეთქი რომ დავუშვათ მაგარი გამოცდილი ტიპი რომ მოვიდეს და ცოტა გამოუცდელთან ცოტა არათანაბარი ბონდი რო გაიჩიტოს თქო რა ეგეთი თემა ხო არ იქნება გამოუცდელი თუ იქნება თუ არ იქნება მაგდონეზე იასნია წააგებს მერე თავიდან მოიხოდება ეგ თემაა რა ანუ წაგების მუღამი არ უნდა კონდეს ანუ იმის მუღამი უნდა კონდეს რომ მოიქო ანუ მერე რა რომ გამოცდილია რა არანაკლები კრეატივი არიან და რაღაც ხო ანუ იასნია მოსაგებად გადიხარ თუ გადიხარ რა და ისეთი თემაა რომ აი უფრო ანუ რაზეა დამოკიდებული რა რეალურად ჩემ კრეატივზე რა მერე როგორ გადმოიტან ამას ეგ ცალკე თემაა კიდე მაგრამ ეხა გამოცდილი რო არის იმას უბრალოდ ის ესმის როგორ შეფუთოს და უბრალოდ იმის სკილი აქვს რომ აი კარგად გაგიშალოს თემა შეიძლება იგივე შეც მოიფიქრო უბრალოდ ვერ შეფუთო რა ეგ თემა მე გამოსილებას მიიღებს ანუ ეგ ჩემი აზრით საერთოდ არაა გასამართლებელი რომ აი იმას მეტი გამოსწე ეგრე თუა მაშინ იმას უფრო მეტი ცხნერი აქვს დაგროვებული რაზე შეგიძლია გაუტრაკო რა პრინციპში ყოაც მაგას იძახდა სხვათა შორის რომ ერთ-ერთი თემა ეგ არისო მაგისიო რომ როცა გამოცდილიაო უფრო მეტად შეგიძლიაო იმას დაუწერო რაღაცაო და უთხრა ვიდრე უარიცი ვაფშე ტიპი რა ეგრე გიწევს რომ აი რაღაცა დაშალო ტიპი და ისე იბას რო რა ვა მაგარი საინტერესოა და მაგრამ აინტერესებს ეგ თემა და სხვათა შორის კარგი რატოა იცი კიდე ყველაფერი ვფიქრობ რომ კონკურენცია უნდა იყოს ყველგან რა იმიტომ რომ უბრალოდ ერთი პროექტი როა და იმის იქით კონკურენტი არ აყავს გინდა არ გინდა კაია ცუდია ვეღარ აფასებ ანუ რა ეს ასე ვთქვათ რა კარგია всё და დამთავრდა მაგით მაგრამ აი ხა უკვე დავუშვათ რაღაცა კონკურენტი რო იჩითები დავუშვათ ხო მე უკვე დავუშვათ ის თემა ისინიც ფიქრობენ დავუშვათ რომ ხა შეიძლება PvP-ზე არა კონკრეტულად საუბარია ზოგადად რა კონკურენტი ფიქრობს ვერ რომ აი ნახე ხა ჩემზე მაგარი არ გააკეთოს ან ჩემზე მაგარი თუ გამოვიდა მოდი მე იმაზე მაგარი გავაკეთო და მოიხოდება მეტად და აქეთ იქით ხარისხიც კიდე იწევს მეტად რა კიდე რა არტისტის ხარისხიც იწევს და ყველაფერი აბსოლუტურად რა ეხლა მოიცა ერთი გადავარე სტარტო დავაი 25 წუთი გავიდა უკვე ჩემთან ესეა ძმაო რომ მიდის ხოლმე ბაზარი ისე შევყვებით ხოლმე კამერები არის მახსოვს ეგ არის მე კარგი ეგ არის ისე შეპოსტა ეგ არის რომ 25 წუთში ერთხელ მაინც რომ უნდა აპდეიტი და რაღაცა ეგ გამახსენდება ხოლმე უცებ და ხანდახან ყოფილი მაგალითად რომ საუბრობ ხოლმე უცებ გადაშულა მივსულვარ აი ჩამირთვია PvP-ს სასწავლს ხო არ მოუწერია მაგალითად რომ აი რას ფიქრობ როგორ ფიქრობ აი რაღაცა მაგ თემებზე ხო არ ქონიათ მაგალითად ერთმანეთთან რომ არ იმედგან ხო არ ყოფილა ის რომ მაგალითად აი ჩვენ გვერდში დგომა თუ დაგჭირდება იმიტომ რომ ჩვენ მაინც გამოცდილები ვართ ხო არ ყოფილა ეს კონტაქტი დაუშვათ არა ჯერ სხვათა შორის არა ეგეთი არაფერი უბრალოდ ტიპებს მივწერენ რამდენიმეს ხო ვინც იყო გამოსული ნუ ენემისაც მივწერენ ენემის მაგარი ალბომი აქვს სხვათა შორის ენემის მოკითხვაც ველოდები მეორედ უნდა მოვიდეს ჩემთან პოდკასტში და შევთანხმდებით და ძალიან ხოძია კი просто ну ვერაო რაღაცა მიზეზების გამო და მაგრამ გამიტყდა იმიტომ რომ მაგრამ ევასება სხვათა შორის ენემ თქვა მე ესე მახსოვს რომ თუ ჩემთანაც თქვა მე მგონი რომ თუ სხვა პროექტი გაკეთდებაო სხვა პროექტში გავალო და მაგ პროექტში აღარ არა ეხლა რაღაც მიზეზი მითხრა და მაგ თემაში უფრო ვერეთორე ისე რავი რესპექტი ყველა პონჩი რავი არა მაგარი ნიჭიერი ბიჭია და ძალიან ამდენი ხის მერე ხო არა ხო ხდება ისე მაგალითად რომ აი დავუშვათ რაღაცაში გამოცდილება მაგ და მოდი დაგიკავშირდე და ჩემი გამოცდილება გაგიზიარო და მოდი რაღაცაში გვერდში დაგიდგა და მაგითო მაინტერესებდა ეგრე სხვათა შორის პროსტა ტიპები მწერენ რა აი რაღაცა იდეებით მოდიან ხო რაღაცა რომ აი ესე გააკეთე სიტყვაზე რაღაცა სიტყვები მიეცი მაგაზე იბაზ რაღაცები ანუ ეგრე იდეები მოდის რა ვაფშე უცნობი ტიპებისგან რა ეგ მაგრა სწორებს ესე ჩართული რო არის გამარა რა და ესე PvP-დან რაღაც ეგრე არა ჯერ რა. აჰა.
მაგრამ სხვათა შორის რამდენიმე ტიპი გამოჩნდა ესეთი beatmaker-ი, სხვათა შორის ინსტრუმენტალები თუ დაგჭირდებათო. კარგია. კი, ეგ უეჭველი. ინსტრუმენტალები ეხა ერთ ტიპს ვიცნობ ისედაც მეც ვაკეთებ რაღაც პონჩი, კიდე თუ გამოჩნდა ვაფშე და ან მაგარი და მოკლედ. ინსტრუმენტალებს აწყობ შენ თვითონ? კი. ვაუ. ეგ კარგია. დავამუღამიან ბოლო დროს რა. აბა, ჩემ ახალგაზრდობაში 50 ცენტი და Eminem-ი და Tupac-ი და საშუალება რო არ იყო ეს instrumental beats და რაღაცები რო იდო ხოლმე და არა, ეხა ცხოდია იქ სხვათა შორის. ძალიან ბევრი შევა. იდეაში ყველა. კიდე აკეთებენ რა, ვიცი, ეხა იმდენი beatmaker-ია რომ გამიკვირდება ეხა. YouTube-დან აღებული ბიტებია უკვე რა. აი, უკვე რა იდეაში სულ ეგრე იყო რა. მეც ეგრე დავიწყე თავიდან, რომ YouTube-ზე აბა type beat ვიგევასება და ხო, მაგრამ ეგ კიდე ცოტა სხვა მომენტია, მაგრამ აი Tupac-ის დაუშვათ ჰიტემაპზე რო ჩაწერა რაღაცა, ცოტა ის არის რა. ხა მაშინ ხა იმ დროს ჩვენ დროს სხვა თემა იყო, ხა მაგალითად ხა ძვალის მოკითხვა, გამეკეცით და ისინი რო იყო მაგალითად ჩაწერილი, ხა მაშინ ესეთი თემა იყო, რომ იმ დღეს უკვე ერთად გადაცემაში იყო, რომ შეიძლება იმისი არის ინსტრუმენტალი, მაგრამ მე როგორ ჩემს ხასიათს როგორ ჩავდებ და როგორ განავითარებ კიდე, ხო, ეგეც არის რა. მაგრამ აი პირდაპირ დააკოპირებ დაუშვათ ტექსტუალურად და ყველანაირად და რაღაცა ეგ არ არის, სწორი შენ უნდა ჩადო რა. ესნი ეგრე მაგ დაწერილი ერთ სხვათა შორის, მაგრამ ევასება ის Hell on Earth Bob Deep-ის. Bob Deep-ის, მე მგონი. მაგის რემიქსი მაგ პროსტა მოხდილი რა. შენ ძირითადად ქართულად აკეთებ ტრეკებს თუ ინგლისურად თუ? ძირითადად ქართულად ხო, მაგრამ შიგადაშიგ ინგლისური პონტის მევასება რა. აი უფრო ტრეპაობა და ავტოტუნი რაღაცა ეგეთი ხოდი, მაგრამ ევასება რა. ავტოტუნი ასწორებს. T-Pain იყო ხოლმე მაგაში მაგარი кайხანი აღარა ჩანს Lil Wayne-იც აკეთებს ხოლმე. ხო ძერინი. და ეგ თვითონ ამ პროექტის იდეა кайხანია გაქვს და ეხა მოხოდე რაღაც სიტუაცია და დავაი დავიწყოთ თუ ეხა მოგივიდა უცებ და დავაი დავიწყოთ. არა, кайხანია იხოდება. აი იმენა ალბათ кайხანი რა, ალბათ 1 წელი ან 6 თვე მინიმუმ რა. არის ხოძე, იდეა მქონდა სულ მომენტ რა, რომ აი მინდოდა რომ ბეტლი რაღაცა. ვაფშე YouTube-თან მინდოდა რა რაღაც, იმიტომ რომ თავიდან ჩალიჩობდი რაღაცეებს, პროსტა მე დავიკიდე. და აი მე რომ მომივიდა ეგ იდეა რა, პროსტა ვერანაირად ვერ შვებოდი რაღაც სამსახური ისა და ბოლოს უკვე დავიკიდე რაღაცეები. და მე ჩაუჯექი რა. იდეა იხარშებოდა ნელ-ნელა უფრო, როგორი იყოს რაღაცა განსხვავებული აბა ის წადოება ეს და საბოლოოდ მივიდა რა რაღაცამდე რა. ვაა ერთი სული მაქვს მას რა როცა როდის დაიწყება ეგ თემა და როდის გაკეთდება რა. მე მაგრა ველოდები ეხა თვითონ იმას რა შესარჩევებს მაგის მოხდა. შესარჩევები მაგალითად TikTok-ზეც, Facebook-ზეც ყველგან უნდა დაიდოს თუ სად კონკრეტულად გამოგზავნოს რა. და მოინიშნოს UMC თუ UMC და დამთაგეთ პახოდო თუ გაგისწორდებთ. ეგ აუცილებელი ხო არა და დაითაგოს ეგ თემა. არა, მაგრამ ნიჩევა რა. ეხა ვიღაცამ ტიპა თავისთან დადოს, შეაიცი ეხა შეიძლება სულ არ ნახოს. არა, ჰეშტეგით მაინც იძებნება რა. ჰეშტეგი რო არის, უეჭველი იძებნება ნებისმიერი მას შეუჩა. დამთაგო ეგ ხო, ჰეშტეგს ყველა ვარიანტში აწერენ, ხო? ხო. ჰეშტეგით პონტია რა. ჰეშტეგს ყველა ვარიანტში აწერენ. კაი, ეხა ზოგადად შენ პირად თემაში, მაგ მუსიკალურ თემაში საით ფიქრობ რა სტილში მაგათაც ზოგი ხო რომ დავუშვათ აი ამ სტილიდან იმ სტილზე გადადის, დავუშვათ ვითარდება და ასე შემდეგ და უფრო საით ფიქრობ რომ წახვიდე უფრო დაამძიმო, უფრო გაალაითო, გააკომერციულო. ეხა არის თემა რა, კაკრას მაგ მომენტში ვარ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რამე ვცადე. ჰაუს ხო რა, აი ჰაუსით ვცადე რაღაც პონჩი. ბუმბეპი ძალიან დიდი ხანია. მე ტრეპი ვცადე, მე ფლარჯი რაღაცა. დაკურას გულისხმობ თუ ჰაუსზე რო გაგერება? აი ჰაუსური ჰიპ-ჰოპი რა. ო. ცოტა სხვანაირი ელექტრონული პონტი უფრო რა, აი რაღაც ხოდიანი. ძალიან ბევრი რამე ვცადე იდეაში რა და ეხა ის პონტი მაქვს რომ ანუ ჟანრებს ცვლი, კაკრაზე ეგაა ჩემი ხოდი, ეგ მევასება რომ ჟანრებს ცვლი, ანუ ერთ ადგილას არ ჩერდები რა. აი ეგაა სტილი, რომ სტილი არ გაქვს. კაკრას მაგ ეგ მოგამია. ეგ ამბავი სხვათა შორის ძალიან კარგად მოხდილი, ის მოკითხვა ჟანრობრივად ისე კარგად აკეთებს ამ ყველაფერს სხვადასხვა სტილში რომ აი ეგ და მევას ეხა მუშაობ ძალიან მაგარ თემაზე რა. თავიდან იწყება ტრეპით რა. მე ბიტ სუიჩი მაქვს, ცოტა სხვანაირი ტრეპი იქნება, ცოტა ისე უფრო დუხიანი და მე ვაფშე მეტალის პონტი გაიჩიტება რა. იმენა ერთ ტრეკში გაიჩიტება რამდენიმე სტილი რა. ო. და ვაფშე აი ემოციების თამაში იქნება და ეგ ამუღამი რა. კონკრეტული სტუდია არის, ვისთან თანამშრომლობ თუ შენი საკუთარი გაქვს თუ როგორ? აი ჩემ ხოჭი ვარ თავიდან ბოლომდე იმენა მიკროფონი მაქვს მოხდილი და ხომ სტუდიო ხო? ხო რა.
არა და ჩვენ დროს ჩვენ რომ ჩაილჩოდით ეგ home studio როგორი ფონდი იყო იცი რომ აი სახში აქვს სტუდია და ეგ რა ხარისხი უნდა იყოს და რაღაც მაგრამ მაშინ ახლა იყო ასე თუ ისე რა სიტუაციის მიხედვით სხვა თემა არ იყო რა სხვა პრასვეტი არ იყო მაშინ და მე წამოვიდე სტუდიები და რაღაცა იყო სად იყო მაშინ აი ესე და ეხლა პირიქით უფრო ისეთი მოსული პონტია რომ არა ეხლა სულ ეგრე ხდება უცხოეთშიც რო უყურებ და აქაც რო უყურებ ყველას თითქოს სახში აქვს მოხოდილი და უფრო კაი პონტია რა აი რა პონტია იცი რატოა კაი ეგ home studio რა ჯერ ხო შენ გემოზიაკეთებ ყველაფერს რა აი რამდენი take-იც გინდა შენ დროში არ ხარ შეზღუდული ბოდიში ერთი აგვიშ ესა რა დროში არ ხარ შეზღუდული რა ახო თუ ისიაკეთებ როგორც შენ გინდა რა ხო აი მენა შენ გარემოში ხარ კომფორტში ხარ დილის 4-ზე გაგეღვიძა ხო აი რაღაცა როცა გაგისორდა ხო დაждები ინსტრუმენტალს შენ მოხოდავ იქ რაღაცა აი ესედლიბი არ მოწოს მოდი რაღაც თავიდან შენ გაკიქ შეხება თავიდან ბოლომდე მადლობა გინც და ეგ მომენტი ასორებს რა თან უყურე როგორი თემა ეს mixing mastering-იც ისეთი თემაა რომ მე არ მომწონს ძალიან იდეალური პონტი რა მე ვასება როცა ხასიათი აქვს რა აი შეიძლება რაღაც მომენტში სპეციალურად დავტოვო ის მომენტი რომ კიოდეს ან რაღაცა აი სშივები უფრო ის მოდეს რომ აი გასეროს და აი დილო დეტონაცია და ყველაფერი გასწრებული არის ყველაფერი რაღაცა ჩაკომპრესებული არ მევასება რა იმიტომ რომ ხასიათი მაინც უნდა სახასიათო ყველა პონჩი უნდა იყოს რა კი ბატონო და ეგ თავისუფლება გააქვს რა აი ნებისმიერ ამას აწყობ მაინც და მაინც ის არ უნდა ჩარჩოებს ჩემი აზრით რომ აი რაღაცა ჰიპ-ჰოპია ესე უნდა იბაზრო ხო იასნია რა ტიპე მაღარიციან ახალი რა შექმნა და აი რაღაცა შეერწყან ერთმანეთთან ჟანრები და თელი ამბები და ჩემი აზრით მეტი კრეატივი გჭირდება რა აი ერთი და იგივე არ უნდა იქნებოდეს ხვდები მამა ფლექსი მოგწონს მამა ფლექს აი იმიტომ გეკითხები რა ბევრნაირად რო აკეთებს ანუ რა თავიდან ცოტა ისეთი პონტი იყო რა ბიტს ცდება და რაღაცა თქო ვერ უმუღამებდნენ და მე თავისი თემა მოხდა ტიპმა და აი ეგ იყო კაკრას რომ შემოიტანა აი ვაფშე სხვა პონტი ექსპერიმენტალი გაჩითა თან როგორი ტრეკები აქვს რა შეიძლება ტიპმა ვაფშე ფლოუ არ შეცვალოს რა თელი ტრეკი და იბაზროს ერთად მაგრამ აი კაკრაზე გაა რომ მეტად და მეტად შეყავხარ მუღამში რა თავიდან ახლა ლირიკულად ისეთებს ბაზრობ და მეთქი ჩემი რა ხდება რას უსმენ ახლა დახვეწა მაგრამ სახეც რო არიციან აი ეგაა ბრენდი იცის რა როგორ დაითრიოს იმიტომ რომ ახლა უყურე ძალიან იმას საიდუმლოს ტოვებს ტიპი იმენა სახეს თავის სექტა მოხოდა არ ვიცი თან ხოძია რა მე თავის პონს უბერავს რაც უსწორდება кайფი ეგაა ზუსტად რომ კაროჩე აი ისე ფლექსაობს რომ თვითონ უსწორდება რა შეიძლება ისეთები იბაზროს რომ ვაფშე აზე ვერ მოხვიდე მაგრამ ისე ბაზრობს როგორ გადმოსემ ან დელივერი აქვს ანდერსკი რა აი გადმოცემის უნარი რა ხო თავიდან ახლა თითქოს ბალანსაც თითქოს რომ მოусმენდი არ აქცევდა თითქოს ყურადღებას არ ეგ შტაბეჭილება რჩება ადამიანს რა და მე უფრო თითქოს უფრო ხო რაღაცა მეინსტრიმი გახდა უფრო თავიდან უფრო ანდერგრაუნდი იყო და ეხლა თითქოს რაღაცა თავიდან ხოძე იყო ერთი პერიოდი აი ძალიან თავიდან რომ დადროპა რაღაცა პოზებს გონიათ მაგარი მაყუთი მაგარი ეკთება და მე ცოტა დავარდა მე უკვე ალბომები რო დაყარა მაგით უფრო მოიხოდა რა ისე როგორ ფიქრობ ზოგადად რა ჭირდება კიდე დავუშვათ აი ეს ქართულ რეპს ჩვენთან და რეპერებს და ასე შემდეგ რომ მეტად განვითარდეს კიდე ჟანრი რა იმის გარდა რომ მაგალითად პივიპი მხელი შეუწყო იქ შენ რაღაცას ცდილობ ახლა კიდე და კარგია იქ ცეკვები იქნება იქ რაღაცა და ასე ეგეთ ჰიპ-ჰოპის შემადგენელი ნაწილია და ჟანრობრივად უნდა გაკეთდეს და უშოთ კიდე რაღაცა უფრო დაიხვეწოს თუ აი რა უნდა შეიცვალოს რომ კიდე უფრო წინ წავიდეს და საბოლოო ჯამში ხარა იყო იცი იყო პერიოდები რომ რეპი კი არ ტეხავდა რეპერობა ტეხავდა თვითონ რა მეც გამოვლილი მაქვს პერიოდი რომ აუ რეპერია და აბა გამირეპე და რაღაც სუფრაზე სხვანაირი აქვს მაქონდა ხო და ეხა რეპერია ტიპი და რაღაც ისეთი თემაა რა და კიდე მეტად რომ განავითაროთ და კიდე მეტად რომ უფრო კეთილგანწყობით იყოს ხალხი მაგალითად რეპერების და რეპის მიმართ რა არის საჭირო რას ფიქრობ? აი საქართველოს პონჩი რა ვიღოთ ეხლა რა შენ ხო ძალიან პატარა ქვეყანა ვართ და აი კაკრას ამ პატარა ქვეყანაში რომ ერთი პონტი ტრიალებს რა აი თუნდაც ბუმბეფი ავიღოთ რა ხო არის ერთი ჟანრი რომ რაღაცა კიკისნიარი რა ბაზარია რა მაგრამ აი რასაც გადახედავ ეხაც კი ძალიან ერთფეროვანია რა აი ტიპები პროსტა ვაკეთებთ და ზე ჩემი ჩათვლით რაღაც პონჩი აი ისეც რომ აი რაც უკვე
კეთდება რა, ანუ არ ვეძებთ ახალს, ანუ ჩვენ პონც არ ვეძებთ რა, სუძიებაში უნდა იყო იმის, რომ აი შენი შექმნა რა, რაღაცა აი მოიფიქრო რა. კი არსებობს უკვე უამრავი ჟანრი და რაღაც, მაგრამ აი შეგილია უეჭველი რა, იმიტომ რომ არის გაძლევს მუსიკა არ არსებობს რომ ამოწურო რა. ჯერ ეგერთი უეჭველი რომ აი ძებნაში არ ვარ და რაღაცა ექსპერიმენტები არ კეთდება, კოლაბორაციები კეთდება ძალიან ცოტა. ეხლა რომ დაიწყო რაღაცა აი სიტყვაზე რომ ნიკის ლოუს და მედ მოსესის ვნახე. კი. ეგ ძალიან ხოდიანი იყო, აი ვაფშე სხვა პონტი იყო რა, კოლაბორაცია. რამდენი სხვა ფლოუ გამოიყენეს თან ერთ ტრეკში. ეგ თემაა რა, აი კოლაბორაციები გჭირდება უეჭველი, გჭირდება ის ახლის ძიება და გჭირდება, კაროჩე, რაც შეიძლება მეტი ივენთები რა. აი ივენთები რომ ხალხის ჩართულობა იყოს უკვე რა. აი მე მაგალითად რაღაცა ტიპები ხო ბაზრობენ რომ ვაბაუნსებთ ქალაქს და რაღაც, მაგრამ აი გამივლია დინამიკითაც რაღაცა ისეც გამივლია რაღაცა და ანუ აი ვერავის არ ხედავ ქალაქში რა. ეგ პონტია ხვდები, ანუ რაც მეტი აი ქუჩის კორნერში სადღაც ვაფშე რა, აი სადღაც ტიპები პროსტა არ მოძრაობენ. არ რეპავენ რა. აი ეგ მაგრა გამისტორდებოდა მე მაგალითად რომ ქუჩებიც მოიხოდოს თვითონ და ბაუნსი აიწიოს რა. როგორც თავისუფლების წინ ლეზგინკის ცეკვა ხო ისე მოიხოდოს ოღონდ რეპი ხო? ხო რა, ოღონდ ბევრად ძერსკად რა. აი ისედაც ივენთები რაღაცა ერთობლივი რა. აი მაგრა გაასწორებდა. და აი შოკური პონტიც რო გაიჩიტოს რაღაცა ვიღაცა მაგ რაღაც ძალიან დერსკი დააგდოს. რომ აი მაგას უკვე მე მოყვეს გარდატეხი, აი გარდამტეხი მომენტი ჭირდება ეხა რა კიდე რა. და იმედია ეს იქნება პონტი რა. რომ აი უკვე დაამუღავებს კამანდა რომ აი უყურე რაღაცა თემატური პონტი, უფრო კომერციულად შეგვიძლია შევხედოთ, უფრო სხვანაირად და სხვა კუთხით შეგვიძლია შევხედოთ. ჰიპ-ჰოპი მარტო ის ხო არ არის რომ აი რაღაცა შენ აი გასაგებია ეს ავტობიოგრაფია, ის ყველაფერი გასაგებია, მაგრამ შეგიძლია რომ ბევრად ისე მოხოდო რა, რომ ფულის დაითრიობა ხო თუ განავითარო ჟანრიც და ანუ თავარი მუღამი არის ჩემი აზრით რომ გავწიოთ გლობალისკენ რა. აი მაგდონეზე უნდა მივიდეთ ჩემი აზრით რომ აი უკვე გლობალურად რომ დაინახავენ რომ აი ხოძეა ვაფშე სხვას ქმნით და ჩვენსაც შევუხამებთ აი რაღაცა სხვათა შორის კაკრას დასის პონტი არის რა. აი რამდენიმე მაგრა დამევასა რომ აი ისეთი პონტია რომ ინსტრუმენტალის თვითონ რა ის საკრავების სიტყვაზე გამოყენებული ქართული რაცა გასემპლილი ქართული ისენი აი ეგენი უფრო გაასწორებს ჩემი აზრით რა. ხო, სხვათა შორის მასტერსაც აქვს ხომ ხშირად რომ აი ქართული ძველი ქართული კინოფილმებიდან სემპლების თემა. ეგ მოსული პონტია და კარგიც არის. მაგალითად უცხოეთში იყენებენ მაგას ხშირად და რაღაცა ყურში სასიამოვნოდ ხდება რომ ნაცნობი მელოდიერო არის და სემპლად რო ხდება უკვე რაღაცა ის არის. ეგ მაგარი ხოდები. წარმატებისკენ კიდე ერთი. ჩაკრულო მქონდა გასემპლილი ერთი. როგორც მოხსოვს და ბინდისფერია სოფელი. ორგიჩილეს. გარდა ხოდია ეგ რა სემპლინგი. მოკლედ ხალხო გამოიწერეთ არხი, აუცილებლად გამოიწერეთ რომ მეტი სტიმული მქონეს რომ კიდე გავაკეთო გადაცემები, მოვიწვიო ხალხი, ვისაუბროთ და ასე შემდეგ. აუცილებლად ლაიქი ყველა ვარიანტში რომ რაც შეიძლება მეტად გავარდეს ვიდეო და კომენტარებში და განსაკუთრებით ამ ვიდეოზეა საჭირო ბევრი კომენტარები და თქვენი აზრის დაფიქსირება მაგალითად ეს კაციც აუცილებლად ნახავს რა თქმა უნდა კომენტარებს რომ აი ვის რითი შეუულია მაგალითად გვერდში დგომა მაგალითად ამ თემაში ვის რა აზრები გაქვთ შეიძლება დავუშვათ მე ერთმანეთში აზრები გავცვალოთ კონტაქტი თემა იდეები ხო 1000 რაღაცეები და რა მაგის პასუხია და ჯერჯერობით ეხლა ნუ სპონსორი არ ამყავს მეც და სამწუხაროდ და ბინებს ვკიროვ ხოლმე სხვა ბინებში ვარ ხოლმე და ეხლა სადაც ვარ სხვათა შორის ეხლა რეკომენდაციები და გაუწიო აკაურობას და ნომერიც დაიწერება ხა მე გადაღებისთვის ვიქირავე მაგრამ თქვენ ვისთვის დაგჭირდებათ ეხლა არ ვიცი ვინ რისთვის გამოიყენებს ზოგი რისთვის იყენებს ზოგი რისთვის და ეხლა მითითებული იქნება ნომერი და მოკლედ აი ესე აუცილებლად შეგიძლიათ შეყოლობთ მობრძანდეთ თან ვაკაცებთან ერთად ან გადაცემად ჩაწეროთ კამერებით მოხვიდეთ და რა ვიცი მოკლედ 1000 რამე რა ნომერი აუცილებლად მითითებული იქნება და ნუცას მადლობა ვინც დაგვითვო აკაურობა. მოკლედ გუგა, მადლობა რომ მოხვედი. მე ვფიქრობ რომ რაღაცა საინტერესო საუბარი გამოვიდა. იასნია. კარგია რომ ახალგაზრდები კარგი საქმით ხართ დაკავებული და ქუჩაში არ ბიჟაობთ. იმას თავის ხიბილი აქვს შეიძლება რაღაც მომენტში. მაგრამ ამის გარომატიზებაც არ შეიძლება ძალიან. ცუდია ის მაინცას თუ ისე რა მაინც ჯობია რომ ესე მეტი ხელოვნებაში ჩაიდოს რაც საჭიროა ეს ძალა რაც არის ახალგაზრდული ხო და დანარჩენსაც შეეხება ხო დაუშვათ იქ კიდე ერთხელ ვამბობ რა ვლოგების თემა იქნება დაუშვათ ტიპების გაპიერება მეტად დაუშვათ და ასე შემდეგ კონტაქტზე ვიყოთ
და შენთან ერთად თითო იქნება, ორი იქნება თუ რაღაცა შევიკრიბოთ, ჯიგრულად დავჯერთ ხოლმე ვისაუბროთ. ხან წყალი დავლიოთ თუ სპონსორი გამოჩნდება, სხვა რამეც იგით, აქეთ რაღაცა. ეხლა ვიღაცა შეიძლება ფიქრობს, რომ აი უჭირთ და მარტო წყლის მეტი ვერაფერი დადეს. დავდებ, მაგრამ რატო გავარეკლამო? ასე რომ შეიძლება რომ თქვენი სასველი და საჭმელი ხომ წვადები შეიძლება არ დავულოგოთ, მაგრამ ჩიპსები, რაღაცეები იქით, აქეთ ხო, რაღაცას გამოდით ეხლა ცოტა და რაღაც თემა იქნება. მოკლედ ესე იგი შენი პირადი არხიც იქნება აღწერაში ეს UMC-ის არხი იქნება და Instagram-ი ყველაფერი რაც გაქვს მოკლედ ყველაფერი იქნება აღწერაში. ეხლა შენ მითხარი კიდე რამე ესეთი ხო არა რა დავუშვათ თუ გინდა რამე დაამატო ან რაღაც სანამ დავამთავროთ და გავედით ბოლოში. ერთი იმას ვიტყვი რომ მოიხოდეთ ხალხო რა არ მოწიოთ პლანი არ დალიოთ ბევრი იმუშავეთ და მიუძღვენით თქვენი თავი იმას რაც გევასებათ რა. ეგ გადაიგდო. სპორტით აუცილებლად. იასნია. ყველაფერი ჯანმრთელი და ჯანსაღია. ეგ არის.